პარტია მოქალაქეების ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სხდომიდან გააძევა. გელაშვილმა გაძევების მიზეზად სასამართლოს უპატივცემულობა და შეურაცხყოფა დაასახელა. თქვა, რომ მისი მხრიდან ამდენის მოთმენა შეუძლებელია. სანამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლო დარბაზიდან გააძევებდნენ, ის კითხვას უსვამდა ექსპერტს პროკურატურის მოწმეს. რა დროსაც მას მოსამართლემ მიუთითა პირდაპირ კონკრეტულ შეკითხვაზე გადასულიყო, რაზეც ელისაშვილმა განაცხადა, რომ მას ლაპარაკს არ აცდიან და შეკითხვას კონტექსტი სჭირდებოდა. გიორგი გელაშვილმა პოლიტიკოსი ამ რეპლიკის შემდეგ გააძევა. გაძევებამდე ელისაშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამესაც მიმართა. ელისაშვილი მოსამართლემ მანამდეც გააფრთხილა, როცა მან სასამართლო მის მიმართ სუბიექტურ მიდგომაში დაადანაშაულა. ალეკო ელისაშვილი წინა სასამართლოს სხდომის ეტაპზეც გააძევა მოსამართლემ. არსებითი განხილვის ეტაპზე კი მისი გაძევება ნიშნავს, რომ მას სავარაუდოდ განაჩენამდე სხდომაზე აღარ დააბრუნებენ. ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან გამოძიების მტკიცებით მან გასული წლის 29 ნოემბერს სასამართლოს შენობის დაწვა სცადა. პარტია მოქალაქეების ლიდერს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მუხლის კვალიფიკაციას ტერორიზმს არ ეთანხმება. გარდა ამისა, ელისაშვილი ბრალდებულია მეორე ეპიზოდზეც. მას პროკურატურა 2025 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივში ცეცხლის გაჩენას ედავება. ამ ბრალთან დაკავშირებით დაცვის მხარე ამბობს, რომ თაროზე შემოდებული ძველი საქმე პოლიტიკოსს პოლიტიკური მიზნებით დაუკავშირეს. სინამდვილეში კი ის შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.